ჩამოყალიბებული გვაქვს 4 პუნქტი თუ რატომ უნდა მოხდეს ვეტოს დადება. პირველი, საქართველოში ადმინისტრაციული სასჯელის 90 დღემდე გაზრდა დაუშვებელია, იმიტომ რომ საქართველოს საპატიმროში გატარებული 90 დღე უდრის ევროპის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გატარებულ 4 წელიწადს, რადგანაც იქ გაცილებით უკეთესი პირობებია, ვიდრე ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს აქვს სახლში. ეს ერთი. მეორე პუნქტი. ქართული სამართალდამცავები გამოირჩევიან მიკერძოებულობით და სისასტიკით, მათ თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი აქტივისტის ან მათთვის საძულელი პიროვნების წინააღმდეგ ამ კანონების გამოყენება და მათთვის, ასე ვთქვათ, ჭუის სწავლება. მესამე, სასამართლო არის მიკერძოებული და ის არ არის დამოუკიდებელი, აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ გააკონტროლებს და ვერავინ ვერ გაიგებს თუ ვინ დაიმსახურა 90 დღიანი სასჯელი და ვინ არ უნდა ჩაჯდეს ციხეში 90 დღით. და მეოთხე. სასჯელ აღსრულების საპატიმროებში არის ძალზე მძიმე პირობები იმ კუთხითაც, რომ იქ ხდება პატიმრების წამება, უწყობენ სირცხვილის დერეფნებს, რაც არ ხდება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, საიდანაც გადმოიღო ჩვენო პარლამენტმა ეს კანონი, ასე რომ გაითვალისწინონ ძალიან თუ ყველას რომ გაითვალისწინოს აღნიშნული პუნქტები და აღნიშნული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვთხოვთ მიხეილ სააკაშვილს